ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი ვფიქრობ არ ყოფილა, იმიტომ რომ რაღაც ფინანსურად დაეზარალებინა. თუ სულელი არ არის, მაშინ ამიტომ არ ყოფილა, რომ ფინანსურად დაეზარალებინა ეს აქციის მონაწილეები ან ზოგადად აქციები. ეს არის იმიტომ, რომ მოკლა სოლიდარობის განცდა მოქალაქეებში. მას გონია მართლა რომ ამ ფორმალური ქმედებით, რასაც დაყადაღება ქვია, შეიძლება ის განცდა მოკლას, რომ ჩვენ გვერდზე მდგომ ადამიანს დავეხმაროთ. ჩვენ გვერდზე მდგომ ადამიანს რაღაც რომელიც რეპრესიაში მოყვება, მას გვერდში არ დავუდგეთ. უნდა რომ აი ეს მოსპოს და ეს ხო რაც შემოთვახსენე ყველაფერი ქართველობაა და ზუსტად ამ ქართველობას რო გაიძახიან და ქართულ ჯიგრულ პონტს რო გაიძახიან ყოველ სიტყვაში ერთხელ და საქართველოს რომ მათთვის ჭყალებში უპირველეს ყოვლისაა და ევროპა არ არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს არის ქართველობა, რასაც ისინი ცდილობენ რომ მოსპონ და მე ძალიან ბევრ მომიტინგეს ვიცნობ, რომლებიც არიან ამ პოზიციაზე, რომ დაჯარიმდებიან, მათთვის ეს პრობლემა არ არის და უკეთესი და ნუ კარგი სიტუაცია იქნება თუ ამ ჯარიმას ფონდი გადაუხდის, მაგრამ თუ ეს საშუალება არ იქნება, მათთვის ესეც არ არის პრობლემა, ხო? აქ 5000 ლარზე და რაღაც პროპაგანდა რო აქვთ, რომელსაც აწარმოებენ, რომ $50 უხდიან თურმე და საკუთარი დედებს იფიცებენ ამაზე, რომ მე დარწმუნებული ვარ ამაში $50 იღებენ, საფლავს იფიცებენ ამაზე, რომ $50 იღებენ მომიტინგეებიო, ხო? როცა ასეთი რაღაცის ჯერათ, როდესაც ხელისუფლებას ჯერა deep state-ის, როდესაც ხელისუფლებას ჯერა მასონების, ჯერა ბუამოვა და რაღაც მოხდება, ხო? ამ ხელისუფლებას ჯეროდეს, მაგრამ ძალიან უნდა რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა ყველას ჯერა მანდ ამ რაღაცეების. მე მართლა მგონია, რომ ირაკლი ყობახიძე ამაში დარწმუნებულია და მართლა მგონია, რომ მათი მომხრეები რაღაც სერიოზული რეაბილიტაცია დაჭირდება ამ ხალხს, ხო, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება, ისევე როგორც ჩვენ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ჩვენ. და ქართული ოსნობის მომხრეებსაც შეეხება ეს, ვინც დარჩა, ვინც რაც შემოთვახსენეთ, არიან მოსყიდულები, არიან სუსი, არის სიპი, აიპი და ასე შემდეგ, ვინც არიან მართლა მომხრეები და რაღაც პროცენტი ამ ხელისუფლებას ყავს მომხრე, ამ მომხრეებს მინდა მივმართო, რომ აი დაუშვათ, ხო არის, როდესაც ამ პროცესმა გამოავლინა, რომ ბევრი მომხრე ქართული ოსნების დღეს მათ აღარ ემხრობა, ხო, შეიძლება არც წინა ხელისუფლებას ემხრობა, მაგრამ მათი მომხრე ნამდვილად აღარ არის და ისინი ჩაერთნენ ბრძოლაში, მათთან ერთად ვინც უკვე წლებია აპროტესტებს. აი მართლა მაინტერესებს, ეხლა ვინც დარჩათ მომხრე, რაღაც წლები რო გავა და რაღაც არ მოეწონა. თუ ჩვენ ეს ბრძოლა წავაგეთ, ქართული ოსნება ისეთი ძლიერი იქნება და ისეთ რეპრესიულ კანონებს და რეპრესიულ ქმედებებს განახორციელებს ქვეყანაში, რომ ეჭვი მეპარება, თუ მოქალაქის პროტესტი გამოჩნდა და მათ შორის დღეს მყოფ ქართული ოსნების ხარჯას, შემდგომ რამე შეძლონ, იმიტომ რომ იმ დროისთვის უკვე ჩვენც აღარ ვიქნებით აქტიური სამოქალაქო პირები, თუ ესე გაგრძელდა და თუ მართლა წავაგეთ ეს ბრძოლა და არ მგონია კარგი შედეგი დაუდგეთ მათ პიროვნულად და პიროვნულად იმიტომ ამბობ რომ მათ როგორც ჩანს ქვეყნის კეთილდღეობა არ ადარდებთ რომ ჯერ საკუთარ კართან მისული არ არის ქართული ოცნება ასე რომ ვფიქრობ დროა უკვე რომ კონსოლიდირდეს ხო ეს ძალები კონსოლიდირდეს მოქალაქეები პირველ რიგში თუ მათ არ მოწონთ დაუშვათ და აქვთ ანტიპათია უფრო მეტი ოპოზიციის ვიდრე ხელისუფლების სიმპათია ხო აქ არის სამოქალაქო სექტორიც რომელიც არის ძალიან ძლიერი და ძალიან ბევრი რამე შეუძლია მათ შორის პოლიტიკაში ჯართვაც